საღამო მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალაქ რუსთავის წმინდა ბერის ალექსი შუშანიას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ილია სამხარაძე. დაგლოცეთ მამა ილია. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლი და წყალობა გიმრავლოთ. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის და მოდით დავიწყოთ ჩვენი ტრადიციული კითხვით. როგორი ბავშვობა გქონდათ? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას მოგიხდით მოწვევისთვის და ბედნიერი ვარ, რომ თქვენს გვერდით ვიმყოფებით დღეს. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, განსაკუთრებული ისეთი არაფერია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ესე იგი პერიოდი, როდესაც ჩვენ დავიბადეთ, ცხოვრობდი სოფელში, ჩემს საყვარელ კახეთში დავიბადე, იქ ვიზრდებოდი, კარგი მოგონებები, სკოლის წლებიც, რა თქმა უნდა, კახეთში გავატარე და მახსენდება ძალიან კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაჭირვებული პერიოდი იყო, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი პირველ რიგში მშობლებს იმისთვის, რომ ცდილობდნენ, რომ არ მეც და ჩემს დასაც არ ეს გაჭირვება არ შეგხვებოდა, არ გვეგრძნო და ცდილობდნენ ყოველ მხრივ, რომ რაღაცა ლაღი და ისეთი კარგი ბავშვობა გქონოდა. რაც შეეხება ბავშვობის წლებს, სკოლის პერიოდს, ძალიან ბევრი ტკბილი და კარგი მოგონება მაქვს სკოლიდან. მოგეხსენებათ, რომ სოფელში რაღაცა განსხვავებული ისეთი კარგი ურთიერთობებია ხოლმე და ეს რაღაცა ტკბილი მოგონებები ჩემს მეგობრებთან, სკოლის მეგობრებთან, კლასელებთან, ესე იგი დღევანდელ დღემდე იმ ბავშვობის წლებთან ძალიან ხშირად მაბრუნებს ხოლმე სიმართლე რომ გითხრათ. და ძალიან რაღაც ესეთი თბილ და კარგ გარემოს მიქმნის, როდესაც სოფელში ჩავდივარ, ყველა წუთი მახსენდება, ყველა ის მომენტი მახსენდება, რომელიც წლებიც, ესე იგი მე სოფელში გატარებული მაქვს, რომელი დღეებიც ჩემს მეგობრებთან ერთად, ცოტა მხიარული წლებიც, ცოტა საქმის გაფუჭა იყო ხოლმე, რაც არ გინდა იყოს. ცოტა აქტიური და ცელკი ბავშვები ვიყავით ხოლმე. თუ ყავდათ ბებია ბაბუა, მაინტერესებს და აი როგორი ურთიერთობა გქონდათ, აი რა ყველაზე მეტად ადამიანები ამბობენ ხოლმე ადამიანები ძალიან ხშირად ესე რომ ყველაზე თბილად სწორედ ის დღეები ახსენდებათ ბავშვობიდან, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან, პაპასთან და ბაბოსთან გაუტარებიათ. დიახ, და აი თქვენთვის როგორები იყვნენ თქვენი პაპა და ბაბო? რა როლი აქვთ მათ თქვენ ცხოვრებაში? ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად დიდი როლი ითამაშეს პაპამაც და ბებომაც. დედის მხრიდან სამწუხაროდ როდესაც დავიბადე, უკვე გარდაცვლილი იყო. ბებო დღესაც ცოცხალია, ერთიც და მეორეც. რაც შეეხება მამაჩემის მამას პაპას, ძალიან დიდი მოგონებები მაქვს პაპასთან. დაახლოებით 16 წელს ვიყავი, რომ გარდაიცვალა. და დღევანდელი ჩემი ცხოვრება შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უკავშირდება პაპას, მის აღმზრდელობით, მის მზრუნველობით ცხოვრებას და დღეს თუ სასულიერო პირი ვარ, ძალიან დიდი დამსახურება არის პაპის. მორწმუნე ადამიანი იყო მამაო? კი, ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო. მახსენდება, როდესაც სემინარიაში ვაბარებდი, რა თქმა უნდა, ხა პატარა ბავშვობიდანვე ძალიან ხშირად მიმახვილებდა ხოლმე ყურადღებას ბიბლიურ თემებზე და ყოველთვის მიკვირდა ხოლმე, როდესაც ამ ისტორიებს მიყვებოდა, საიდან იცოდა და ძალიან გაჭირვებულ პერიოდში გაზრდილი იყო. თან წარმოიდგინეთ, ხა იმ პერიოდში ეს კომუნისტური წყობა გამოვლი ადამიანი და ყველაფერი აკრძალული ჰქონდათ, ყველაფერს უშლიდნენ, თან ობლობაში გაზრდილი იყო. და ვფიქრობდი ხოლმე, რომ საიდან შეიძლება რომ ამ ადამიანს ამდენი წაკითხული ჰქონდეს, ამდენი ცოდნა ჰქონდეს და როდესაც სემინარიაში ჩავაბარე, აი მაშინ მახსენდებოდა ხოლმე, ძალიან ხშირად მიყვებოდა ხოლმე განსაკუთრებით ძველ აღთქმას, ძველ აღთქმაზე ყურადღებას ამახვილებდა და ახალ აღთქმაზეც რა თქმა უნდა. და ძალიან ხშირად მიყვებოდა ისტორიას წინასწარმეტყველებზე, მეფეებზე და განსაკუთრებით უყვარდა ხოლმე დავით წინასწარმეტყველი, დავით მეფსალმონის ცხოვრება უყვარდა და ძალიან ხშირად მახსენებდა მისი მონათხრობი. როდესაც უკვე სემინარიაში მე პატარა ბავშვი ვიყავი და ეს არც ცოდნა მქონდა, არც ამდენი წაკითხული არ მქონდა იმ დროისათვის. და ყოველთვის მახსენდებოდა ხოლმე პაპაჩემის ის მონათხრობი, ისტორიები ძველი აღთქმიდან და ახალი აღთქმიდან, რაც არა მარტო მხოლოდ ჯერდებოდა, რომ ეს ისტორიები მოეყოლა ჩემთვის,
საქმითაც აკეთებდა ამ ყველაფერს მთელი ცხოვრება, მთელი ბავშვობა მახსოვს, რომ ყოველთვის მარხვას აუცილებლად ინახავდა. ყოველ დღე დილა-საღამო არ გათენდებოდა, რომ მას არ ელოცა. ჩემს ოჯახში შეიძლება ითქვას თამად, რომ ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ესეთი იმ დროისთვის ესეთი აქტიური მორწმუნე იყო, აქტიური ქრისტიანი იყო და ძალიან რაღაცა ბავშვობაში ხომ იცით, მისაბაძი ადამიანები ყოველთვის გვჭირდება ხოლმე. რა თქმა უნდა. და ეს მისაბაძი ადამიანი იმ დროისთვის კარგ დროს ესეთი ნიადაგი მომიმზადა, რომ დღეს მადლობას ვუხდი პაპაჩემს იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც წვლილიც მან ჩემს ცხოვრებაში შეიტანა და დარწმუნებული ვარ და ამას თამად ვამბობ, რომ ალბათ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნებოდა, რომ დღეს მას ჩემი როგორც სასულიერო პირი ესე ვეხილე და მამა ილია, თვითონ ვისი შთამომავალი იყო? ხომ არ იყო თქვათ მისი რომელიმე წინაპარი სასულიერო პირი? ან საიდან იცოდა აი ეს ბიბლია? დაგისვამთ მისთვის ეს კითხვები? აი ეს კითხვა არ დამისვამს მისთვის. იმდენად საინტერესოდ ყვებოდა, იმდენად რაღაცა დაწვრილებით ყვებოდა, წეხანაც ვახსენე, რომ როდესაც სემინარიაში ხდებოდა ჩვენი სწავლა ამ თემასთან დაკავშირებით, ფიქრობდი ყოველთვის, რომ როგორ შეიძლება, რომ ეს რაღაცა გაჭირვება გამოვლილმა ადამიანმა, ესეთ მარტოობაში და ობლად გაზრდილმა ადამიანმა, ესე სიღრმისეულად როგორ იცოდა და არასდროს არ დამისვამს ეკითხვა, თუ როგორ და საიდან ქონდა ეს განათლება მიღებული. პირველი ტაძარი თუ გახსოვთ, მამა ილია, სადაც თქვათ მიბრძანდით და ხომ არ იყო ესეც თქვენს პაპასთან დაკავშირებული? ჩვენ სოფელში, სოფელ მსხალგორში, სადაც ვიზრდებოდი, სამწუხაროდ იმ დროისთვის არ იყო ტაძარი. ჩვენი სოფლიდან მოშორებით დაახლოებით 15 კილომეტრით არის დაშორებული თვითონ ლაგოდეხამდე. და რა თქმა უნდა პატარა ასაკში ვერ ვახერხებდი ხოლმე, რომ ესე რაღაცა მიუხედავად იმის, რომ ძალიან პატარა ასაკიდან მინდოდა რომ სასულიერო პირი ყოფილიყავი და ღვთისმსახური ყოფილიყავი, ვერასდროს ვერ ვახერხებდი რომ ესე იგი წირვა-ლოცვებზე ემსახურებაზე ყოფილიყავი და რაღაც გარკვეული პერიოდის შემდგომ დაახლოებით 14-15 წლის ასაკში იწყება ჩემი პირველი ტაძარში სიარული აღსარება, ზიარება და ძალიან კარგად მახსენდება. ლაგოდეხში არის წმინდა სამების ტაძარი, მღვდელმსახური, გახლავთ ჩემი პირველი მოძღვარი, ძალიან კარგი, თბილი და ტკბილი ადამიანი არის მამა ნიკოლოზი ნატროშვილი. და როდესაც მახსენდება პირველად ტაძარში მივედი, დაახლოებით სკოლიდან ვიპარებოდი ხოლმე, რომ ხუთშაბათობით იყო ხოლმე პარაკლისი სიხდი და ხოლმე საჯანმრთელოს და ამისთვის ვიპარებოდი ხოლმე რაღაცა სკოლის პირველ შაბათ-კვირას ვერ ვახერხებდი წასვლას და ხუთშაბათ დღეს დაახლოებით 3 ჯერ მივედი ტაძარში. ცოტა ისე რაღაცა ყურადღება მისაქცევი ბავშვი ვიყავი იმ პერიოდში, ძალიან ისეთი ხვეული დიდი თმა მქონდა ბავშვობაში და ამაზე რაღაც 1-2 ჯერ გამიხუმრა ხოლმე, რომ დამინახა რომ პირველად მეორედ, მესამედ მივედი ტაძარში და რაღაცა ეს მესამე მისვლა იყო ალბათ, როდესაც მითხრა რომ რაღაცა თუ ჭკვიანად იქნებიო, ცოტა ხანშიო შევეცდებიო რომ სტიქრით შეგმოსო და საკურთხეველში იმსახურო და იმ დროისთვის სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ ვერც კი წარმოვიდგენდი, არც ვიცოდი რა უნდა გაგეკეთებინა, არ ვიცოდი არც როგორ უნდა იმსახურა სტიქაროსანს საკურთხეველი, საერთოდ ტაძართან ისე რაღაცა ახლო შეხება არ მქონდა, თუ არ ჩავთვლით იმ ბავშვობის მთელ, ესე იგი ამ დაგროვებულ ისტორიებს, რომელიც მაკავშირებს ჩემს რაღაც პირად ქმედებებთან ტაძარში. როდესაც დაახლოებით 6-7 წლიდან ვფიქრობდი, რომ უნდა ყოფილიყავი სამღვდელო პირი, უნდა ღმერთს. რატო გაგიჩნდათ ეს? ძალიან საინტერესო არის. ლაგოდეხში გვაქვს პატარა მეურნეობა და ბავშვობიდან ძალიან დიდ დროს ვატარებდი ეს მეურნეობა ტყეში არის. როდესაც და ყავს ფუტკარიც იქ. დიახ. და მამამ როდესაც ამოიტანა სანთლები ამ ფუტკრის ჩარჩოებისთვის ესე სახელია და იყო ესე გაზეთში იყო გახვეული
და რა უნდა მეკეთებინა ხა დღეში იქ რაღაც ან უნდა საქმით დაკავებულიყავი და თუ არაფერს არ აკეთებდი და რაღაცა მინდოდა რომ წამეკითხა. ეს ჟურნალი ვნახე, იყო სტატია მიზღვნილი მეორედ მოსვლის შესახებ და იყო ილია თეზბიტელის ცხოვრება და მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით. და პატარა ბავშვი ფიქრობდი და რაღაც ესეთი განცდა მქონდა რომ წავიკითხე ეს სახელი ილია მეც ილია ვარ და ეხლა ვფიქრობ რომ რატომ უნდა გაცდეს სახელი ილია ან ის ადამიანი რომელსაც ილია ეს სახელი ქვია და ამიტომ ვფიქრობდი რომ ალბათ ერთ-ერთი ის ილია უნდა ვიყო რომელიც ღმერთს უნდა ემსახუროს რაღაც სასულიერო პირი უნდა იყოს და ამ საქმით უნდა დაკავებული იყოს და აქედან იწყება ჩემი ბავშვობის რაღაცა ის პატარა დანალექები ოცნება კი თან ამას ემატებოდა ის რომ ამ დროისთვის ესე იგი აქტიური იყო პაპა ამ ისტორიების მოთხრობით რომელიც ძველი და აღთქმის რაღაც ისტორიებს მიყვებოდა ხოლმე და ძალიან ესე დიდი ინტერესი ჩენდა ხოლმე ეს მე როცა წავიკითხე წმინდა ილია წინასწარმეტყველის ეს ცხოვრება და ეს რაღაცა მომივიდა გონებაში და გულში ძალიან დიდხანს ვინახავდი სხვათა შორის იმ სტატიას შეგმოსათ თუ არა მამა ნიკოლოზმა მაშინვე როდესაც ტაძარში სიარული დავიწყე ერთ თვეში ღვთის მადლით და შეწევნით მოხდა ისე რომ როგორც მითხრა ნამდვილად ესე იყო რომ შევიმოსე სტიქრით მსახურობდი წლები ქალაქ ლაგოდეხში წმინდა სამების ტაძარში ბედნიერი წლები მაქვს გატარებული ლაგოდეხში და ტაძარში იქ ძალიან დიდი სამეგობრო ძალიან კარგი მოძღვარი და ცხოვრების დიდი გამოცდილება მივიღე მამა ნიკოლოსთან მსახურებაში და ყოველთვის აღნიშნავდა ხომ რომ ყოველთვის გვერდში მედგა იმ საკითხში რომ იცოდა რომ სასულიერო პირობა მინდოდა და ძალიან აქტიურად ჩართული იყო ძალიან ესე რაღაცა ყოველთვის მხარში მედგა რომ ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი აუცილებლად უნდა შემდგარიყო და უნდა სასულიერო უნდა ჩამებარებინა სემინარიაში და უნდა სასულიერო პირი გამختارიყავი. როდესაც რაღაც ეს პერიოდი განვლეთ აი ხშირად იყო ხოლმე რომ სკოლაში ხშირად იბარებდნენ ხოლმე მშობლებს იმ პერიოდში როდესაც სკოლიდან ვიპარებოდით ხო? ცოტა შორი გზა იყო ხა ჩვენი სახლიდან და გვიწევდა ხოლმე ფეხით გავლა დაახლოებით 1-3-4 კილომეტრის მერექიდან სხვა ტრანსპორტით წასვლა და ლოცვის შემდგომ მოგეხსენებათ რომ ცოტა გვიან მთავრდებოდა და ღამე იქიდან წამსვლა ფიზიკურად სკოლის დრო დამთავრებულია და ხშირად ხვდებოდი ხოლმე ცოტა გაბრაზებასაც ოჯახიდან რომ სად იყავი აქამდე რატო ასწენ სკოლას რაღაცა და ხშირად ყოფილა ხოლმე რომ სკოლაშიც დაუბარებიათ ხოლმე მშობლები მაგის გამო რა თქმა უნდა მასწავლებლებისთვის თუ გითქვამთ თქვათ რომ ეკლესიაში მიდიოდით ვინმე თუ იცოდა შესახებ ხო აი უფრო მეტად ვიპარებოდი ხოლმე სკოლიდან რომ ტაძარში მსახურებაზე როდესაც გაიგეს აი როგორი რეაქცია ჰქონდათ ან მშობლებს თქვათ და მშობლებმა როდესაც გაიგეს პირველად არ მოვიწყდება ჩემი მშობლების რეაქცია როდესაც უკვე სტიქარი შევიმოსე შენ ახლა სასულიერო პირობა გინდა, უნდა წახვიდე მონასტერში, უნდა მე ბერად აღიკვეცო და რაღაცა რა თქმა უნდა შიში გაუჩნდათ ხო? კონდათ ეს მშობლებს ის უფრო ეგოისტური მომენტია რა თქმა უნდა შვილის მიმართ. თქვენ სხვა პროფესიაზე მამაო არც კი ფიქრია. არ მიფიქრია, აი კი რამდენადაც ეს იგი წარმოუდგენელია, ყოველთვის მთელი ბავშვობა ვოცნებობდი და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი და მიზეზი იყო რომ სასულიერო პირი უნდა ყოფილიყავი და მადლობას ვუხდი ღმერთს ამ ყველაფრისთვის რომ დღეს სასულიერო პირი ვარ და წმინდა ტრაპეზთან ვსახურობ და მე ვთხოვ რომ სიწმინდით მომსახუროს წმინდა ტრაპეზს და იმ ხალხს რომლის წინაშეც მე მიწევს მსახურება. მამა ილია თქვენ ბრძანეთ წეგან რომ თქვენ გქონდათ მეურნეობა და ბავშვი როგორც მივხვდი იყავით ჩართული ამ ყველაფერში ხო აი რასაკეთებდით ხოლმე ვთქვათ აი რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის არა მხოლოდ თქვენთვის ზოგადად ბავშვისთვის ბუნებასთან ურთიერთობა აი შრომის გაზიარება რომელსაც ვთქვათ ოჯახი ეწევა და ასე შემდეგ აი რა თვისებებს გამოიმუშავებს ეს პატარა ადამიანში ძალიან საინტერესო კითხვა არის და ჩემ ცხოვრებაშიც როგორც ეხა სოფელში დაბადებული და იქ მაცხოვრებელი ადამიანი ძალიან აქტიურად ჩართული ვიყავი. ვეხმარებოდი რა თქმა უნდა პაპას, ბებოს, ჩემს მშობლებს
ძალიან აქტიურად, ესე იგი, თუ ნებისმიერი საქმე რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო სოფლის მეურნეობაში თუ იქ ფერმაზე, ყველაფერში აქტიურად ვიყავი ჩართული ძალიან პატარა ასაკიდან და ძალიან მიხარობდა ხოლმე ეხა როგორც ბავშვობის ოცნება მახსენდება რომ ფეხით დაახლოებით სახლიდან 3 კილომეტრი არის ადგილამდე გასავლელი და მახსენდება ყველაზე ძალიან ესე გზის პროცესი მიყვარდა ხოლმე როცა მარტო მივდიოდი და არავინ არ იყო ბოთლს ავიღებდი და რაღაცას ესე მოვაბავდი ხოლმე რომ ხელში დამეჭირე ეს ბოთლი და მთელი გზა მივდიოდი და წარმოსახვით ესე საცეცხლური მეჭირა ხელში და მთელი გზა რაღაც ესე ჩემთვის ბავშვურად და ამ რაღაცა ამ ფიქრებში მთელი ბავშვობა ესეთ ფიქრებში მოვს გატარებული მთელი ბავშვობა რაღაც ესეთ მოლოდინში მოვს გატარებული და ესეც ერთ-ერთი ფაქტი აი ძალიან მიყვარდა რა თქმა უნდა იქ ყოფნა იქ შრომაც მიყვარდა და განსაკუთრებით მიყვარს ცხოველები და ყოველთვის ძალიან ისე რაღაცა აქტიური იყო ძალიან ბევრი ძაღლები მყავდა ხოლმე და მიყვარდა მათთან ერთად ტყეში სიარული და მახსენდება იქ რომ ერთი ტაძარი არის დაახლოებით მე-7-მე-8 საუკუნის წმინდა გიორგის სახელით არის შემორჩენილი დღევანდელ დღემდე და ძალიან მიყვარდა ხოლმე იქ ასვლა რა თქმა უნდა იქაც მივდიოდი ხოლმე უმეტესწილად ძალიან ისე ჩუმად რომ არ დაეშალათ ეხა რაღაც სხვა საქმეა გასაკეთებელი და შენ სასეირნოდ მიდიხარ და გასართობად მიდიხარ და ხშირად დავდიოდი ხოლმე და როდესაც ავდიოდი ამ ნანგრევებთან სადაც ნიშია დარჩენილი ამ ტაძრის იყო ერთი ზარი და ამ ზარს რაღაცა გამალებით ვრეკდი ხოლმე რომ ფიქრობდი როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი და ამ ზარს ვრეკდი აი რაღაცა ჩემს ცხოვრებას და ჩემ თავს რაღაცა წარმოვიდგენდი ხოლმე რომ აი ყველას ესმოდა ეს ხმა ამ ზარების რეკვა ყველას ესმოდა და რაღაცა ისე ანგელოზებამდე მიდიოდა ეს ზარის რეკვა ხოლმე როდის მოხდა თქვენი შემოსვლა როგორც დიაკნის სად რომელ ეპარქიაში მამა ილია და როდის გაკურთხეს 18 წლიდან ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში და ჩემი მეგობარი მამა გიორგი მაისროძე ამ დროისთვის რა თქმა უნდა არ კადნიერდება სემინარიის სტუდენტი ხართ უკვე თუ არა მანამდე სამრევლო სკოლაში ვსწავლობდით მე და ჩემი მეგობარი მამა გიორგი მაისროძე უკვე მომხდელი მამა გიორგი და როდესაც ეხა წმინდა ალექსი ბერიშუშანის სახელობის ტაძარში მსახურობდა სტიქაროსნად იყო იქ და მთხოვა რომ თუ მე ვესწრებოდი ხოლმე სხვა ტაძარში წიროლოცვას რა თქმა უნდა არ ვეუბნებოდი იქ სასულიერო პირს რომ სტიქაროსანი ვიყავი და თუ შეიძლებოდა რომ მეც მემსახურა საკურთხეველში და მამა გიორგი როგორც დიდი გულშემატკივარი მთელი ბავშვობიდან ჩემი მითხრა რომ მამა ალექსის ჩვენს მოძღვარს უკვე რომელიც მთელი ეს განვლილი წლები დღევანდელ დღემდე მამა ალექსისთან ვარ მამა ალექსის ესე იგი ვთხოვეთ რომ მემსახურა წმინდა ალექსი ბერიშუშანის სახელობის ტაძარში და მამა ალექსის მონდომებით და დიდ მადლობას ვუხდი რომ მე მამა ალექსისთან აღმოჩნდი იმ სწორ დროს და ძალიან ესე მამა მართლა რომ არ ვიცი როგორ თქვა ძალიან მზრუნველი ჩემს მიმართ ჩემი ოჯახის მიმართ ჩემი პირადი ცხოვრების მიმართ რომ სულ ჩართულია სულ აქტიურია მამა ალექსი და მისი წვლილი და მისი დამსახურება ჩემს მშობლობაში ნამდვილად ძალიან დიდია და ამისთვის მადლობას ვუხდი მე მამა ალექსის ჩვენს წინამძღვარს რაც შეეხება ჩემს ესე იგი კურთხევას მოხდა ესეთი ფაქტი რომ მე იმ დროისათვის როდესაც მეუფე იოანე იყო ქალაქ რუსთავის მღვდელმთავარი ფიონი გამრეკელი და როდესაც ეპარქიების ცვლილება მოხდა, გადაიყვანეს ქუთაისში წარდგენილი ვიყავი იმ დროისთვის მეუფე იოანესთან სადიაკვნე კანდიდატად. და როდესაც ქუთათელგაენათელი მიტროპოლიტი გარდაიცვალა, გადაიყვანა ჩვენ პატრიარქმა მეუფე იოანე ქუთაისში და ესე რაღაც მე მოხდა, რომ ვერ მოხდა იმ პერიოდში ხელდასხმა დიაკვნად. როდესაც კომისია შემდგომ რამოდენიმე 2 წლის შემდეგ კომისია გავიარე და მადლობას ვუხდი მეუფეშიოს რა თქმა უნდა და ყველა კომისიის წევრს რომ კომისიაზე მომცეს თანხმობა და ქუთაისში მეუფე ივანემ
ჩვენთვის საყვარელმა ეპისკოპოსმა მაკურთხა დიაკვნად და ჩემი მღვდლობაც, რა თქმა უნდა, მე კომისიის გავლის შემდგომ მეუფე იოანემ დამასხა მღვდლად ხელი. და ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში. ბაგრატის ტაძარში. და იქვე გიმსახურიათ ქუთაისში. მხოლოდ ეს დაახლოებით 2, ესე იგი ის წირვა, როდესაც მე მაკურთხეს დიაკვნად და მღვდლად. დანარჩენი და იქიდან მოყოლებული სულ რუსთავში, ქალაქ რუსთავში, წმინდა ალექსი ბერიშვილის სახელობის ტაძარში ვარ მღვდელმსახური და იქ ვსახურობ. და ისევ ოჯახთან უნდა დავბრუნდე. როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება? უპირველეს ყოვლისა მშობლებმა, ძირითადად წეღან თქვენს ბრძანეთ, რომ მშობლებს უჩნდებათ ხოლმე. მე ვფიქრობ უფრო მეტად იმის შიში, რომ როგორ გაივლის ამ გზას, მძიმე არ იყოს მისთვის ეს ჯვარი, ყველა მშობელი ამას ფიქრობს, ბუნებრივია. და ამავე დროს და როგორ შეხვდა ამას თქვენი მეუღლე, როდესაც თქვათ სასულიერო პირობა გადაწყვეტეთ. ჩემ მშობლებს რაც შეეხებათ, უკვე როდესაც გააზრებულად და მეც ჩამოყალიბებული ვიყავი ამ აზრზე, რომ უნდა სასულიერო პირი ყოფილიყავი და ეს მთელი ჩემი ცხოვრება ღვთისმსახურებით უნდა მიმეწვნა და დამithmo, რა თქმა უნდა ამას სიხარულით შეხვდნენ. ყველა მშობელს დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ყველა მშობელს უხარია შვილის სწორი და კარგი არჩევანი და ჩემი მშობლებიც რა თქმა უნდა ამ არჩევას დადებითად უყურებდნენ, სიხარულით უყურებდნენ და დიდი გულშემატკივრები იყვნენ. როდესაც იყო ხოლმე რაღაცა პროცესი, რომ აი თუნდაც უნდა სემინარიის გამოცდები იყო ეს, კომისიის გავლა იყო, ძალიან ისე მღელვარეთ ხვდებოდნენ ხოლმე ამ ფაქტს და ძალიან ისე ხომ იცით რომ მათი გულშემატკივრობა და მათი ლოცვა და დალოცვა ყველაფერია ხოლმე და ეს რაღაცა ძალიან გულით და დიდი სიხარულით ხვდებოდნენ ამ ფაქტს. უკვე როდესაც რა თქმა უნდა მეც წამოვიზარდე უკვე გააზრებულად და ჩამოყალიბებულად გადაწყვეტილი მქონდა ეს გადაწყვეტილება რომ მიმიღოჩი. მამაილე თქვენს ოჯახზე ახლა რომ მითხრათ, აი რა თქვენს მეუღლესა და შვილებზე ძალიან ბევრი შეიძლება რომ ვისაუბროთ ჩემ მეუღლეზე, ჩემს ოჯახზე, ჩემ შვილებზე. ალბათ ეს არის მდგომარეობა, როდესაც არ დავიღლები მათზე საუბრით. ძალიან პატარა ასაკიდან მოვდივართ მე და ჩემი მეუღლე. მოგეხსენებათ რომ ცხოვრობდი სოფელში და ჩემი მეუღლის მამაც ჩვენი სოფლიდან გახლავთ. საზაფხულო არდადეგებზე როდესაც ჩამოდიოდნენ სოფელში 12 წლის ასაკში ვიყავი, ჩემი მეუღლე 10 წლის იყო, სალო, როდესაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და ამ პროცესში ხდება ჩვენი რაღაც ეს გრძნობის გაჩენა. თავგადასავლები, რომ ერთმანეთი 12 წლის ასაკში ვეუბნები ჩემს მეუღლეს, რომ მიყვარს და რაღაც ესე შეიძლება ხო, შეიძლება ბავშვად იყო, მაგრამ გულწრფელი გრძნობა იყო ნამდვილად ეს და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ დღევანდელ დღემდე მყავს ადამიანი გვერდით, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ძალიან აქტიურია, ძალიან დიდი გულშემატკივარია და ბავშვობიდან ჩემი გადაწყვეტილებაც რა თქმა უნდა იცოდა მან და ყოველთვის მხარში მედგა, ყოველთვის რაღაცა ცდილობდა რომ თუნდაც პირველი სამრევლო სკოლაში ის 1 წელი სწავლა, მერე სემინარიაში სწავლა, მისი დიდი დამსახურება არის და დიდი აქტიურობის, დიდი რაღაცა სიგორში დგომის დამსახურება არის, რომ მისთვისაც მოგვიხსენება, რომ სასულიერო პირის ცოლობა და ეს რაღაც მეუღლეობა არ არის ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ არის და ცდილობს მაქსიმალურად რომ ის ჯვარი რომელიც მღვდელს და სასულიერო პირს აქვს ცდილობს რომ ყველანაირად გვერდში დამიდგეს, ყველანაირად ჩემთან ერთად ზიდოს ის ჯვარი და მე ამისთვის მადლობას ვუხდი. ყავს 2 შვილი, ჯერ ტაისია და ტიმოთე, რომლებიც არიან ჩემთვის რა პრობლემა შეიძლება ადამიანს შეხვდეს, როგორი ესე იგი დაღლილი უნდა მიხვიდეს სახში და როდესაც ვხედავ მათ სახეებს, მათ გაღიმებულ სახეებს, როდესაც მათი ხმა მესმის, აი ყველაფერი მთავრდება ხოლმე და ეს არის ჩემი რაღაცა ცხოვრების ყველაზე დიდი ნუგეში ცხოვრებაში, რომ მე მყავს ოჯახი, რომელიც იმედიც ყოველთვის მაქვს და რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგანა და ძალიან აქტიური ვარ სხვათა შორის შვილების აღზრდაში.
ძალიან ხშირად არის ხოლმე ისე, რომ მამები ნაკლებად მით უმეტეს სასულიერო პირებს ნაკლები დრო რჩებათ ხოლმე, ვთქვათ, შვილების ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთონ. აი თქვენ როგორი მამაბრძანდებით ამ კუთხით, რამდენად ხართ ვთქვათ სასკოლო ბაღის ცხოვრებაში თუ ასე შემდეგ? შეიძლება თამამად ითქვას, რომ ძალიან აქტიური და ამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართული ვარ. სკოლა იქნება თუ ბაღი იქნება, ძალიან აქტიური ვარ. ვცდილობ არ გამოვაკლდე მისთვის მნიშვნელოვან რაღაცა ეს იქნება კონცერტი, რაღაცა სხვა აქტივობები და ვცდილობ ყოველთვის რომ ყოველდღიურად რაღაცა გარკვეული დრო დავუთმო ჩემს შვილებს, ჩემს მეუღლეს, რადგანაც განსაკუთრებით ეხა ტაისია 7 წლის გახლავთ და უკვე ისეთ ასაკში არის რომ ძალიან ჭირდება მშობლების ყველგან გვერდით დგომა. და განსაკუთრებით ეს რაღაცა იცის ხოლმე რომ რაც შვილი ის მამა, რაც მამა ის შვილი და ეს რაღაცა განსაკუთრებული ემოციები, განსაკუთრებული ემოცია, კი. ტიმოთე ჯერ პატარა არის, წლის და 7 თვის არის და ისიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებს. ჩემი მეუღლეს და ბავშვებიც რა თქმა უნდა არიან აღმსარებლები, მაზიარებლები და ამისთვის მადლობ ღმერთს რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რომ სასულიერო პირის ცხოვრებაში აუცილებელია რომ მისი ოჯახიც ესე აქტიური იყოს, ესე აქტიურად ჩართული იყოს მსახურებაში და იყვნენ აღმსარებლები და მაზიარებლები რა თქმა უნდა. ჩემთვის დიდი იმედი და დიდი ნუგეშია რომ ყოველ კვირას ვხედავ მათ ტაძარში. აი ძალიან ბევრი ადამიანი დგას ახლა აი ამ გადაწყვეტილების წინაშე, ვთქვათ, აირჩიოს სასულიერო ცხოვრება, რამდენად მძიმე იქნება ეს, რამდენად მძიმეა ეს ჯვარი. აი თქვენ რას ურჩევდით ასეთ ადამიანებს, რამდენად მძიმეა, რამდენად აი როგორც გრიგოლ ხანძთელი იტყო და რამდენად მძიმეა და რამდენად შეიძლება რომ აი ამ ხიბლში ჩავარდეს, ვთქვათ, ადამიანი, როგორც ჩვენი წმინდა მამები ამბობენ და ამავე დროს როგორია ის ოქროს შუალედი, რაც უნდა დაიჭიროს, ვთქვათ, ადამიანმა, როდესაც ის სასულიერო პირობას გადაწყვეტს, რისთვის უნდა იყოს ის მზად? სასულიერო პირობას, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად. დიახ. ძალიან, ესე იგი, ბავშვობიდან ვაკვირდები ძალიან ბევრ სასულიერო პირს და ვცდილობ, რა თქმა უნდა, ადამიანი პიროვნება რაც ხარ, ამას ვერავინ ვერ შეცვლის და ვერც, ესე იგი, წაგარფებს შენს ღირსებას და ვერც შეგმატებს თუ თვითონ ადამიანი შენ თვითონ არ ხარ ესეთი მოწოდებით, მაგრამ ყოველთვის ვაკეთებოდი ხოლმე სასულიერო პირებს, ვისთან რა თვისება იყო, როგორც მღვდელი, როგორც ადამიანი, როგორც რაღაცა ესე ურთიერთობაში მყოფი ადამიანი და ვცდილობდი ხოლმე რომ რაღაცა ჩემ თავთანაც ესე იგი გამეთავისებინა რომ როდესაც შეიძლება რაღაცა არ მოგწონდეს სასულიერო პირის, შეიძლება რაღაც ძალიან მოგწონდეს და ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე რომ ეს დადებითი და ეს უარყოფითები ჩემ თავთან კარგად შედარებით გამეკეთებინა ხოლმე და რაღაცა ესე ერთი დიდი შემექმნა ჩემი თავისთვის როგორც სასულიერო პირისთვის რომ რაღაცა არ უნდა გამეკეთებინა, ან რაღაც უნდა გამეკეთებინა, რომელიც იქნებოდა აუცილებლად ხალხისთვის კარგის მომტანი, იქნებოდა რაღაცა ადამიანებთან ურთიერთობაში არ შემექმნიდა პრობლემას და ყველას ურჩევ რომ სასულიერო პირობა ალბათ ცხოვრებაში ამაზე ტკბილი გადაწყვეტილება როგორც მღვდელი და როგორც სასულიერო პირი აღნიშნავ რომ ცხოვრებაში ასეთი ტკბილი და დიდი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს რომ რამე სხვა ყოფილიყო და მე ვისურვებდი რომ რაც შეიძლება ბევრი და პატიოსნად მსახური ღვთისმსახური ყოლოდეს ჩვენს დედა ეკლესიას წმინდა ტრაპეზთან გვამსახუროს ღმერთმა სიყვარულით, მოთმინებით და მორჩილებით. მამელია, იმ პატარობით რას ეტყოდით, რომელმაც ჩაიფიქრა 6-7 წლის ასაკში სასულიერო პირობა? იმ პატარა ბიჭმა ცხოვრებაში ძალიან ბევრი ესე იგი ბევრი წინააღმდეგობა შეიხვედრა ცხოვრებაში. იყო პერიოდი, როდესაც არავის არ წარმოედგინა რომ როგორ უნდა ყოფილიყო ილია, ის პატარა ილია საქმის გამფუჭებელი სასულიერო პირი, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ მადლობას ვუხდი ფარველ წმინდანს ილია წინასწარმეტყველს რომ ის პირველი დღე, როდესაც
ვიგრძენი მისი გვერდით მყოფობა და მე როდესაც ხელდასხმა იყო და მის სახელზე მაკურთხეს ბედნიერი ვარ და ამაყი რომ ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი გადავლახე ზოგი სირთულეებით, ზოგი ძალიან მარტივად, მაგრამ გადავლახე ღვთის შეწევნით და დღევანდელ დღეს სასულიერო პირი ვარ და ვემსახურები დედა ეკლესიას. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მამა ილია მობრძანებისთვის, ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენთან დღეს სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ რუსთავის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ილია სამხარაძე. გემშვიდობებით.